არის შემთხვევები, როცა ორსულობა უპრობლემოდ დგება, მაგრამ მისი განვითარების გარკვეულ ეტაპზე თავისით წყდება. თუ ეს შემთხვევა ერთჯერადად მოხდა, შეიძლება ჩაითვალოს როგორც შემთხვევა და ნორმალური სტატისტიკის შემადგენელი. მაგრამ თუ ამგვარი შეწყვეტა მოხდა ზედიზედ ორჯერ და მეტჯერ, საქმე გვაქვს ისეთ კლინიკურ დიაგნოზთან, როგორიცაა ორსულობის განმეორებითი დანაკარგები. რა შეიძლება იყოს ორსულობის მრავალჯერადი თვითნებითი შეწყვეტის მიზეზი? ხშირად მომართავენ პაციენტები, რომლებიც ძალიან განიცდიან ამ ამბავს, რადგან თვითნებითი შეწყვეტა ძალიან ძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს წყვილს და ამბობენ, რომ მიზეზი არ იციან, ან უთხრეს, რომ იყო რაიმე სახის ინფექცია. სხვათა შორის ყველაზე ხშირად ასახელებენ მიზეზად ინფექციას, რაც სხვა მიზეზებთან შედარებით ყველაზე იშვიათია. ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მიზეზის დადგენა დაახლოებით 50% შემთხვევაში შეუძლებელია, ხოლო დანარჩენ 50% შემთხვევაში შეიძლება იყოს გენეტიკური დარღვევები, რის შედეგად ვიღებთ არასრულყოფილ ემბრიონს, რომელიც ვერ ვითარდება და განვითარების ადრეულ ეტაპზე წყდება. ასევე შესაძლოა იყოს საშვილოსნოს განვითარების სხვადასხვა ანომალიები. საშვილოსნოს შიდა პათოლოგიები, მაგალითად, საშვილოსნოს შიდა ტიხარი, პოლიპი, შეხორცება და ასე შემდეგ. ჰორმონალური დარღვევები, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ავტოიმუნური მდგომარეობები, სისხლის შედედების ფაქტორების სხვადასხვა დარღვევები და ინფექციები. როგორ მკურნალობთ ორსულობის განმეორებით დანაკარგებს? პირველ რიგში უნდა დადგინდეს მიზეზი. ტარდება ჩვეულებრივი გინეკოლოგიური სკრინინგი, რომელიც სჭირდება ყველა ქალს ორსულობის დაგეგმვისას. და ჩემს მიერ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ვატარებთ სათანადო კვლევებს. გენეტიკური დარღვევების გამოსარიცხად გვჭირდება გენეტიკოსის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ტარდება კარიოტიპირება. საშვილოსნოს ორგანული პათოლოგიების გამოსარიცხად ვატარებთ ჰისტეროსკოპიას, ტარდება ჰორმონალური კვლევა, ინფექციების კვლევა, ანალიზი სისხლის შედედების ფაქტორებზე და ჰემატოლოგის კონსულტაცია. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დააჭირეთ ზარის ღილაკს ჩემი ვიდეოს ქვეშ, იმისათვის, რომ მიიღოთ უფრო მეტი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია თქვენთვის. მადლობელი ვიქნები თუ იაქტიურებთ კომენტარების ველში, მომწერეთ თქვენი კითხვები, სურვილები და შევეცდები, რომ შემდგომში გავითვალისწინო.